ასეთი ფორმით სტუდენტებმა რუსეთს აფხაზეთის დაცემის დღეს შეახსენეს. რუსეთის საელჩოსთან შეკრებილებმა პუტინის პოლიტიკა დაგმეს და კოვალენკოს ქვეყნიდან წასვლა ურჩიეს. სოხუმის დაცემიდან 14 წლის შემდეგ ახალგაზრდების საერთაშორისო თანამეგობრობისგან რუსეთის როგორც კონფლიქტში მონაწილე აგრესორი მხარის აღიარებას ითხოვენ. მაგრამ რუსებისთვის გასაგებ ენაზე, რუსულად. ყვავა. ისინი რომ დავიდნენ, იმიტომ რომ ისინი არიან დამპყრობლები და ეს ყველამ უნდა აღიაროს. რუსიანი მირატოებს რუსია ოკუპანტ, ანუ ორზო. ისინი არიან ოკუპანტები. სამასოფლო უნდა გაიგოს, რომ რუსებმა ოკუპაცია გააკეთეს ჩვენი ქვეყნის, აფხაზეთის, სამაჩაბლოს, მთლიანად საქართველოს. ჩვენთვის ქართველი ახალგაზრდობისთვის 27 სექტემბერი რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის დღეა. საერთაშორისო ორგანიზაციების სახელზე შედგენილი სპეციალური მიმართა სტუდენტებმა გაეროს ოფისთან წაიკითხეს. უმაღლესი სასწავლებლის თვითმმართველობის წევრები გაერთიანებული ერების ორგანიზაციას რეკომენდაციების ნაცვლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. გაეროს აქვს ძალაუფლება იმისა, რომ გავლენა მოახდინოს მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებზე, ამიტომ ვთვლით, რომ დაამთავრდა რეკომენდაციების დრო, რაღაც ლიბერალური პოლიტიკის წარმოების დრო და გაეროს და საერთაშორისო საზოგადოებას ვთხოვთ, რომ რუსეთი აღიაროს მხარეს. სოხუმის დაცემის დღეს საპროტესტო მსვლელობით ახალგაზრდულმა მოძრაობამ მამულიშვილებმაც აღნიშნეს. სტუდენტებისგან განსხვავებით მათ საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს და აფხაზეთის დაბრუნების პირობა დადეს. ჩვენი თავის იმედი გვაქვს, ჩვენი თაობის იმედი გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ყველამ ამ ხელისუფლებამაც უნდა იცოდეს და აფხაზეთის მოსახლეობამაც უნდა იცოდეს, რომ ჩვენი თაობა დაიბრუნებს აფხაზეთს. ჩვენ დაბრუნდებით, ეს იყო დღეს გამართული ყველა აქციის მთავარი ლოზუნგი. ახალგაზრდებთან ერთად აფხაზეთის დაბრუნების იმედს ომში დაღუპულების მშობლებიც იტოვებენ. ვეხვეწები ჩვენს მთავრობას დაგვაბრუნონ და იყვნენ და სიკვდილისა და ჩვენი შვილების საფარია.